სამინისტროს გადაწყვეტილებით პასუხისგებაში არ მიეცემიან კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან დაკავებული პირები, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ზაზა მამალაძე და ირაკლი გუაჩიძე. შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობის წილი მთლიანად გადააქვს დაშავებულ მომიტინგეებზე და ამტკიცებენ, რომ სწორედ დაზარალებული ადამიანები არ თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან, თუმცა მაყურებელს ახსოვს, რომ ჯერ კიდევ გუშინ საღამოს დიღმის მთავარ სამმართველოსთან 4 საათის განმავლობაში გამომძიებლები კითხავდნენ ქეთი ალავერდაშვილს, რომელიც ძალადობის მსხვერპლია და მასთან ძალადობის ეპიზოდში მონაწილეობდა ზაზა მამალაძე და ეს ასახულია ასევე კადრებში, რომელიც წესით საგამოძიებო უწყებას უნდა ჰქონოდა. დღესვე გავიგეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან თუ რას აპირებს პროკურატურა ამავე დღეს დაკავებულ დიასამიძესთან დაკავშირებით, ახალგაზრდა სტუდენტ გოგონასთან დაკავშირებით, რომელსაც კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან და ამბობენ, რომ 380 ლარის ზარალი მიადგა ქართულ ოცნებას ბანერის დაზიანების გამო. მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ წყდება, თუმცა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, პროკურატურა მიმართავს დღეს საქალაქო სასამართლოს და დააყენებს შუამდგომლობას, რომ მეგი დიასამიძე გათავისუფლდეს გირაოს სანაცვლოდ, თუმცა როგორც უკვე გითხარით, მის წინააღმდეგ ქართულ ოცნებას საჩივარი არ გამოუტანია და შესაბამისად მისი პროცესები გაგრძელდება. სურს მოგაწოდოთ ინფორმაცია 8-9 სექტემბერს ქალაქ თბილისში მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული 3 პირის შესახებ. სამწუხაროდ დაზარალებულმა აქტივისტებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათი ჩვენებებიდან გამომდინარე შეუძლებელი გახდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 2 პირის პასუხისგებაში მიცემა. შესაბამისად ისინი დღეს გათავისუფლდნენ დაკავებიდან. რაც შეეხება ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეს, როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს მისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ და ის რამდენიმე საათში გათავისუფლდება დაპატიმრებიდან. მეგი დიასამიძე ქართული ოცნების მძევალი იყო, ასეთი შთაბეჭდილება დარჩა ადვოკატს, მას შემდეგ რაც მოისმინა შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადება, რომლის მიხედვითაც დიასამიძეს გაათავისუფლებენ გირაოს სანაცვლოდ, თუმცა მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ წყდება, თუმცა პასუხისგებაში არ მისცემენ ქართული ოცნების მხარდამჭერებს, რომელთა წინააღმდეგაც გამოძიებას ჰქონდა კადრები, სადაც ჩანდა, როგორ ურტყავდნენ მოქალაქეებს, მათ შორის მძიმე საგნებს და მათ შორის ხელკეტებს. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ დიასამიძე გამოიყენეს მძევლად იმისთვის, რომ გაეთავისუფლებინათ სწორედ ქართული ოცნების წარმომადგენლები და შეექმნათ ილუზია, რომ თითქოს ყველა თანაბარ სამართლებრივ პირობებში სამართლდება. Დღევანდელი ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებს იმას, რომ მეგი დიასამიძის დაკავება და სისხლის სამართლებრივი დევნა მის წინააღმდეგ ეფუძნებოდა ვაჭრობას. ანუ მეგი დიასამიძის იზოლატორში ყოფნა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი საქმე ნიშნავს, რომ მეგი დიასამიძე იყო მძევლად, რათა გაეთავისუფლებინათ ის ადამიანები, რომლებიც ძალადობის მუხლით იყვნენ დაკავებულები. თავიდანვე მეგი დიასამიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოება იყო ფარსი, სამართლებრივი ფარსი. ახლა იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგი აქციაზე დაკავებული 2 პირის წინააღმდეგ, რომ გამოუშვეს. თქვენ ხო მათი ადვოკატი ხართ? მე ერთის ადვოკატი როგორც ეხა კიდევ ამზე რომ თუ გაათავისუფლეს მე რაღაც უნდივა. ხო და აი ამ გათავისუფლებაზე გვაინტერესებს რატომ არ ვიცი, ჩემო კარგო, თქვენ გავიგებთ და რა გითხრათ ახლა. ჩვენ ვესაუბრეთ ქეთი ალავერდაშვილს, რომელიც ზუსტად 4 საათის განმავლობაში დიღმის მთავარ სამმართველოში გუშინ საღამოს იკითხებოდა. გვეუბნება, რომ აბსურდი და ტყუილია ის, რასაც დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე საუბრობდა, თითქოს დაზარალებულებმა და ძალადობის სამიზნეებმა არ ისაუბრეს და არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან. ამბობს, რომ გუშინ დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია გამომძიებლებს თუ რა მოხდა მელიქიშვილის გამზირზე, როგორ აღმოჩნდა ძალადობის სამიზნე და მსხვერპლი
წერპლი ამბობდა და ეუბნებოდა გამომძიებლებს, რომ თან ჰქონდა დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა გუშინ დიღმის სამმართველოში მისთვის ეს მტკიცებულებები არ გამოურთმევია და დაპირდნენ გამომძიებლები, რომ სახლში მივიდოდნენ და წაიღებდნენ, თუმცა ალავერდაშვილის თქმით, ამ დრომდე მასთან არავინ არ გამოჩენილა. არ თანამშრომლობის შესახებ განცხადება არის სული ტყუილი, იმიტომ რომ გუშინ მეც და ჩემი ადვოკატიც 4 საათის განმავლობაში ვიყავით გამოკითხვაზე და თითოეული დეტალი, რაც ამ შემთხვევას ეხებოდა, ჩემ შემთხვევას, სხვა შემთხვევებს, გარემოში იმ დროს რაც ხდებოდა პროტესტის მიმდინარეობისას, ყველაფერი გავიარეთ დეტალურად. იმის გამო, რომ მე უბრალოდ ტყუილი არ ის რომ მოყამე კიდე და მე შედეგად მაგის გამო არ გადაწყვეტეს რომ არ აღიდგა სისხლის სამართლის საქმე და დანარჩენი ის კადრებიც მაინც ეს ადამიანების კაცი მონაწილეობს არის სრულიად დაიგნორებული. მაგრამ თავის დროზე ეს თავიდანვე იყო დაჭერილი ჯგუფური ძალადობისთვის, არა ის ცილის ეპიზოდისთვის. ამიტომ სრულიად გაუგებარია რა შუაში არჩევის სილა. ანუ ის კადრები ხოითო არსებობს. მასალები რაც ინტერნეტში არის გავრცელებული, მეცად მოყრილი ამ კონკრეტული ამ მზამამავების შესახებ. იმითხრეს რომ მოვიდოდნენ განცხადებასაც მე მოვიდოდნენ და ამ მასალებს ჩემი სახლიდან აიღებდნენ. თუმცა არ ვიცი ამას მიზანი თუ არა. ვფიქრობ ისევ მე ახლა მივიდა სამმართველოში ეს მასალები და კიდევ ერთხელ შევახსენე რომ ადამიანები დამნაშავეა. 23 წლის სტუდენტის მეგი დიასამიძის სასამართლო პროცესი გაიმართება ზუსტად 45 წუთში 2 საათზე და როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, პროკურატურა გირაოს შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს შესაბამისად დიასამიძე წესით უნდა გათავისუფლდეს სასამართლო დარბაზიდან, თუმცა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დავა გაგრძელდება. საინტერესოა ახალ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას თუ მიიღებს ქართული ოცნება და შეწყვეტს მის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს და უკან გამოითხოვს თუ არა.